მზარდი არის კრიპტომომხმარებლების რიცხვი და როგორც ჩვენ ქვეყანაში, ასევე ჩვენ ქვეყნის გარეთ და ჩემთვის ყოველთვის მისასალმებელია პრინციპში ისეთი პროდუქტის დანერგვა, სადაც ვისაც რითი უნდა რომ გადაიხადოთ. კრიპტოსაც რომ თავი დავანებოთ, ამის მომხრევარ, ვისაც თუ ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ გაცვლის საშუალება შეიძლება იყოს ეს პირობითად, გაცვალონ ერთმანეთში, თუ ორივე ასე ვთქვათ, ამას ანიჭებს ღირებულებას. იძულებით გადაცვალ, რომ აი შენ გინდა თუ არა ლარი გქონდეს, ან გინდა თუ არა დოლარი გქონდეს, ან გინდა თუ არა ევრო გქონდეს, არ იმუშავებს და ვხედავთ რომ არ მუშაობს და შესაბამისად ეს ინდუსტრიაც ამიტომ იზრდება ნელ-ნელა და ურთიერთშეთანხმების საგანი უნდა იყოს. თუ ორივე მხარე ტაქსის სერვისის მომხმარებელი და Uber-ის კომპანია და ასევე მძღოლი, მძღოლს ავარაუდოთ იქაური, ასე ვთქვათ, ეროვნული ვალუტის ექვივალენტ ფულს მისცემენ, მაგრამ თუ კომპანია თანხმდება რომ და სულ სტაბილური coin-ებიც მიიღოს გადახდებში, რატომაც არა. ეს კრიპტოს პირიქით წააგდა.